იმისთვის რომ კარგად გავიგოთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. დღეს ძალიან მძიმე დღე არის, ცხადია ყველასთვის და ჩვენც არ გქონდა უფლება რომ ამ თემას არ გამოხმაურებოდით. ჩვენ ქვეყანაში რაღაცნაირად მივეჩვიეთ, რომ ტრაგედიაზე ხდება, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაღაცა უმძიმესი თუ შეიძლება რომ რაღაც კლასიფიცირება ამას გაუკეთოთ, არ ვიცი რამდენად ეთიკურია ეს, მაგრამ ეს არის რაღაც განსაკუთრებით მძიმე ტრაგედიები, რომელიც ბავშვებს ეხება, ხო, განსაკუთრებით და თითქოს აი 2 კვირის წინანდელი ამბავი, რაც თბილისში დატრიალდა, როდესაც 16 წლის ბიჭი თხრილში ჩავარდა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი და ამის გადახარშვაც ვერ მოახერხეთ და აი გუშინ ჩვენ ნახეთ ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში დატრიალებული ამბავი. აი წინა შემთხვევებზე გქონდა და ეხა არ ვიტყვი ამას, აი ეს წუთიერი დუმილის გამოცხადება და რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უკვე საკუთარი თავით მეზიზღება აი ამ პოზაში, ასე ვთქვათ რა, რომ თითქოს ესეც არ არის საკმარისი, ეხა რომ რაღაცა პათეტიკურად ჟღერს ჩემთვის თითქოს რა და ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის რომ გავაძლიეროთ ეს წინააღმდეგობა და აღარასდროს დაუშვათ რომ ესეთი ამბები ხდებოდეს და ცხადია ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ რომ ეს არის სისტემის გამოძახილი, სისტემური პრობლემების გამოძახილი, ეს არ არის ინდივიდუალური შემთხვევები და აი გუშინ გავცელდა ხო განსაკუთრებით აი კონკრეტულად აი ოცნების ქალაქს თუ ავიღებთ ხო რომ შევხედოთ საერთოდ რას გავს ეს ადგილი, რაღაცა გულაგებს, ოცვეციმის საკონცენტრაციო ბანაკს უფრო გავს, ვიდრე რაღაცა დასახლებას, ხო და რაც კარგად აჩვენებს ჩვენ ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას და აი კონკრეტული ჯგუფი საერთოდ როგორ ცხოვრობს, ხო და რომელსაც თქვა ჩვენი საზოგადოების ჩვენი ჩათვლით, ხო შეიძლება პირველ რიგში ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი, კარგად არ ვიცნობთ, ხო რომ აი როგორ ცხოვრობენ, საერთოდ როგორ არსებობენ ეს ადამიანები და რამდენი ხანი თქვათ აი ესე უყურადღებოდ იყვნენ და სამწუხაროა რომ ესეთი ამბები არის საჭირო ჩვენს გამოსაფხიზლებად. და ეხლა რადგან ამ ტელევიზიასთან ვიმყოფებით, ისიც უნდა ვთქვათ, ხო რომ ეს ეგრეთ წოდებული კაფსულის ჩაგდების და გახსნების ღონისძიება, რომელშიც, რა ვიცი, ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, როგორ წარმოაჩინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ ეს რაღაცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ოცნების ქალაქი და გუშინდელი ამბავი როგორ წარმოაჩინა, ხო, რომ რაღაცა ფრიდონ ხალვაშის 198 რაღაცა 8 ნომერთან არსებული მიმდებარე ტერიტორია თუ რაღაცა, ხო, რომელიც თითქოს აღარ იყო იმ სოციალურ პროექტთან დაკავშირებული და საერთოდ კავშირი არ აქვს ამას ქართულ ოცნებასთან, ხო? ესეთ საკითხებზე დიდი ხანია უკვე ამ ტელევიზიას ჟურნალისტური გამოძიება უნდა ჰქონდეს, ნაწარმოები, ხო, კორუფციულ სქემებზე უნდა იყოს ლაპარაკი, ამ ადამიანების ჩაგვრაზე უნდა იყოს ლაპარაკი, ამ ჯგუფების ჩაგვრაზე უნდა იყოს ლაპარაკი და იმ უთანასწორობაზე, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, ხო და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება, არ გვაქვს აი ამ ადამიანების დავიწყების უფლება, რომელთა სახელებს შეიძლება კი სახელობითად ესე არ გვახსოვდეს, მაგრამ იმას მაინც ხო ხედავთ, რომ სისტემა როგორ ექცევა ადამიანებს, როგორ ექცევა ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორ ექცევა კონკრეტულ ჯგუფებს. დევნილები იქნებიან, ეს ეკომიგრანტები იქნებიან, ეს ბავშვები იქნებიან, ქალები იქნებიან თუ ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები თუ სხვა. პრინციპში აღარ არსებობს ხო რაღაცა ესე კლასობრივადაც ძნელი იქნება დაყოფა, არის რაღაცა ელიტა და ვარც დანარჩენი საზოგადოება, ხო? თუმცა ცხადია ეს რაღაცა განსხვავებები მაინც არის, აი განსაკუთრებით ეხლა ეს ვიზუალურად რომ ახსენდება ეს ხალხი რა მდგომარეობაში ცხოვრობს, ну აი
აი გათიშული ვიყავი გუშინ ღამე და აი თითქმის ჩაძინებული და ეს ამბავი რომ ნახე მთელი ღამე ვერ დავიძინე ხო ეს რაღაცა მარაზმია რომელსაც არ შეიძლება რომ ჩვენ შევეგუოთ ამიტომ კითხვაზე რომ რა გავაძლევს ჩვენ ძალას და ენერგიას რომ არ დავიღალოთ ჩემთვის პასუხი არის ზუსტად ეს ჩემთვის პასუხი არის ლუკა სირაძე დემონსტრუა იქნება ეს ხო ის აი ქართული ოცნების მოსვლიდან აი პირველი შემთხვევები ხო და აი ეს არის რა რომ ეს აღარ უნდა გავატაროთ და არასდროს არ უნდა დაუშვათ რომ ეს განმეორდეს ხო ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ არ გქონდა უფლება რომ ამას არ გამოვხმაურებოდით და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს ალექსანდრა აროშვილი და ალექს ჩიღვინაძე რომლებიც თქვათ რაღაცა უფრო უკეთ იცნობენ ალექსანდრა ხა კიდე უფრო უკეთ თქვათ აი ოცნების ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქთან დაკავშირებულ სიტუაციას ალექსი მით უმეტეს საბავშვო მწერალი არის და კიდე უფრო რაღაცა მეტი ემოციური ბმა შეიძლება ამ ამბავთან ჰქონდეს და ცხადია თქვათ ამის ორგანიზება სწრაფად მოხდა ამიტომ კიდე ერთხელ მადლობა მათ დღეს აქვე ვიტყვი რომ ჩვენი მარში დუმარე მარში იქნება ცხადია ხა არ ვიხმაურებ ჩვენ მარშზე კიდე ერთხელ დიდი მადლობა ყველას და შემდეგ უკვე ჩვენი მარშის შემდეგ ჩვენი ეთერის შემდეგ მდგომარე მარშით დავიძრებით რუსთაველისაკენ დიდი მადლობა ყველას სერგო ცოტა ხანი ჩავწერე მოგესალმებით ყველას ძალიან რთულია საუბარი ჩვენთვის დღეს ამ ძიმე მოვლენაზე, ამიტომ მე ვეცდები, რომ პირველ რიგში ყველა ოცნების ქალაქის მაცხოვრებელს მიუსამძიმრო ეს ტრაგედია, იმიტომ რომ კარგად მინდა გვესმოდეს, რომ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის ეს, რაც გუშინ მოხდა, ერთ ოჯახს არ შემთხვევია. ვინც იცნობს ოცნების ქალაქში ოჯახებს, ვისაც შეხება ქონია მათთან, იქ არსებობს ესეთი გაგება, რომ ყველა ბავშვი უნდა დაკმაყოფილდეს ოდესმე ბინით. ხო თავიდან, როდესაც ეს ქალაქი შეიქმნა, უსახლკარო დარჩენილი ადამიანებისგან და როდესაც შემდეგ უკვე მომდევნო წლებში ეს დაპირება იყო, რომ მათ დააკმაყოფილებდნენ, ძალიან ბევრი მაცხოვრებელი ამბობდა, რომ ეს არის საერთო ბავშვები ყველასი, იმიტომ რომ მათ ერთად გადაირჩინეს თავი, ამ ოჯახებმა ერთად გადაირჩინეს თავი, ერთად მოიტანეს დღემდე ეს თავიანთი თვითმოწყობილი, თვითორგანიზებული ქალაქი. და ხშირად ამბობდნენ ხოლმე ამ ფრაზას, რომ სანამ ყველა ბავშვი არ დაკმაყოფილდება საცხოვრებლით, სანამ ყველა ბავშვი კანონიერ საცხოვრებელ უბანში არ იცხოვრებს, იმიტომ რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ეძახდნენ უკანონოებს, უკანონოდ დასახლებულებს, კანონდამრღვევებს და უამრავი სხვა საშინელი სტერეოტიპი იყო მათ მიმართ წლების განმავლობაში გამოყენებული, სანამ წინასაარჩევნოდ რაღაცა დაპირებების გაცემებს დაიწყებდნენ ხოლმე. და უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ თავიდან, როდესაც ეს დასახლება დაარსდა და მე დღეს ვეცდები, რომ უბრალოდ მოგიყვეთ ამ დასახლებაზე, რაც მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ საერთოდ ძალიან დიდმა ნაწილმა ჩვენი მოსახლეობის არც კი იცის აი ამ დასახლების არსებობის შესახებ და არა მხოლოდ ამ დასახლების, კიდევ უამრავი ასეთი დასახლების შესახებ, მათ შორის თბილისში. ჩვენ თბილისშიც გვაქვს მსგავსი დასახლებები და ჩვენ ზოგჯერ შემთხვევით შემოგხვდება ხოლმე, ხო, რაღაცა საინფორმაციო რომელიმე ონლაინ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში რომელიღაც უკანონო დასახლებას მერიამ დაუნგრია ესე აშენებული პატარა ბლოკის სახლი, ხო, ანუ ის ფამიდა, რომ ეს უსახლკაროთა ქალაქები საქართველოში ძლიერდება ამ სოციალური უთანასწორობის არათ დამწვავებასთან, არამედ უკიდურესობამდე მიყვანასთან ერთად და არავის ეგონოს, რომ მათ შორის ოცნების ქალაქი არის პატარა ქალაქი, აქ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ეს არის საკმაოდ დიდი დასახლება და რაღაც დროს, როდესაც დაიწყო ამ ოჯახების კატეგორიზაცია და აღწერა და დაიწყო საუბარი მათ დაკმაყოფილებაზე, ისინი ვეღარ ფართოვდებოდნენ, ადგილი აღარ იყო და ჩაიკეტა ეს გაფართოება. ანუ
იმის ქვამიდა რომ ეს 2000 ოჯახიც არ არის რაღაცა ფიქსირებული ციფრი. უამრავი ადამიანი იყო მსურველი, უამრავი ოჯახი იყო მსურველი შეერთებოდა ამ დასახლებას, იმიტომ რომ საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია, საქართველოში შრომა შეუძლებელია, საქართველოში მიგრაცია უკიდურესად ესეთი ჩაგვრელი სოციალური ანტისოციალური პოლიტიკა ესევე ძახით ჩვენ წლებიან პოლიტიკას პირდაპირ უბიძგებს ადამიანებს რომ დარჩნენ უსახლკაროდ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გქონია რომ არ ვიცი შემხვდა კიდეც გუშინაც და დღესაც რომ ვეცნობოდი აი ამ მოვლენის გარშემო გამოხმაურებებს რომ აი ყველგან არიან ღარიბები ხო თითქოს ეს რაღაც ჩვეულებრივი მოვლენაა რომ ღარიბები ყველგან არიან რა წარმოშობს სიღარიბეს, რა წარმოშობს სოციალურ უთანასწორობას, წლების განმავლობაში როგორ იქნება ეს გარემო, როგორ კარგავენ ადამიანები სახლებს, საიდან მოდიან ისინი, ხონდა დავსვათ ეს კითხვები. რამდენია მათი რაოდენობა, რამდენია ასეთი ოჯახი, პოტენციურად რამდენია ასეთი ოჯახი, რა უბიძგებს ოჯახებს, ადამიანებს, რომ მიმართონ ჯერ გადარჩენისთვის უკიდურესად მძიმე ფორმებს, მათ შორის უამრავ ისეთ ფორმას, რომელსაც მიმართავს ოცნების ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები და აქ მე აუცილებლად რადგან შევიკრიბეთ და მომეცა ამაზე საუბრის საშუალება აუცილებლად მინდა მოუყვე თუ როგორ შრომობენ ოცნების ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები. ჩვენ ვიცით, რომ ეს დასახლება მდებარეობს ბათუმთან ახლოს და დიდი ნაწილის ამ ოცნების ქალაქში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილის იქ დასახლების მიზეზი გარდა სხვა ფაქტორებისა, როგორიც არის უსახლკაროდ დარჩენა, ხო, უამრავი ადამიანისთვის ეს უსახლკაროდ დარჩენა იყო გავალიანების გამო, ჯანდაცვის ხარჯების გადაუხდელობის გამო. ასევე არსებობს ესეთი კატეგორია, რომელსაც ეძახიან დამეწყვილებს, ეგრეთ წოდებულ ეკომიგრანტებს. ხო, უამრავი ასეთი ოჯახია, რომელიც გაუსაძლისი ეკოლოგიური პირობების გამო, რომელსაც ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, როგორც უბედური შემთხვევა და ტრაგედია არ არის სისტემური პრობლემები, ხო, ისევე არ არის ეკოლოგიური კატასტროფები, რაღაცა ბუნებრივი, ესეთი გარემოში თავისთავად არსებული ჩაურეველი მოვლენა, ხო? ოცნების ქალაქში ცხოვრობენ ოჯახები, რომლებიც წამოვიდნენ ზემოაჭარიდან, შუახევიდან, სწორედ მას შემდეგ, რაც შუახევის ჰესის გვირაბები აშენდა, იქ წყალი დაშრა, სოფლები მოიყვა და შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება. იქამდეც წამოსულები, შუახევის ჰესამდეც წამოსულები, იმიტომ რომ ჩვენ ეკომიგრანტების მიმართ არანაირი პოლიტიკა არ გაგვაჩნია და მათ თავაზობთ რაღაცა, არ ვიცი, მიზერულზე უარეს ანაზღაურებას, რაც არის სახელმწიფო პროგრამა იმისთვის, რომ დატოვონ თავიანთი მიწები, თავიანთი მამაპაპისეული სახლები და აი ამ რაღაცა მიზერული ანაზღაურებით წავიდნენ ქალაქში, ბათუმში მაგალითად ამ შემთხვევაში და რა უნდა გააკეთოს ასეთმა ოჯახმა, რომელიც მიწის დამუშავებას არის მიჩვეული სოფლის მეურნეობას ან რაღაცა სხვა ტიპის ასეთ შრომას, რა უნდა აკეთოს 20,000 ლარით ან 25,000 ლარით ქალაქში, ხო? ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი, ასე ვთქვათ, იმ პრობლემების, რომელიც აწარმოებს აი ამ მრავალშრიან ჯაჭვს სიღარიბის, რომლის პოტენციური მსხვერპლი ვართ ყველა, ხო, ამ წუთას თუ ვინმე არ არის ჩვენც რაღაცა გავალიანების და თავზეჭერის არ ქონის და უამრავი ასეთი პრობლემის წინაშე ვართ, ზოგი პირდაპირ ვთქვათ, ზოგი მომავალში დავდგებით და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამის ხაზგასმა, რომ სოციალური უთანასწორობა არ არის რაღაცა განვითარებადი ქვეყნისთვის ან ტრანზიციული ქვეყნისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი მოვლენა. ეს არის ძარცვის შედეგი. ეს არის მრავალწლიანი ძარცვის შედეგი. ეს არის იმ ეკონომიკურ პოლიტიკას ეძახიან ხოლმე, მე აღარ ვეძახი უკვე ამას ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის ძარცვის პოლიტიკა. ეს პოლიტიკა არ არის საერთოდ. ეს ნიშნავს, რომ არ გქონდეს პოლიტიკა. და ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ერთი კვირის წინ გახსნა საზეიმოდ აი ეს მშენებარე ბინები და ესეც უნდა ითქვას, ხო, ნიშანდობლივია, როდის იწყება ამ ბინების მშენებლობა, რამდენი წელია ეს დასახლება არსებობს. 2012 წელს გაჩნდა ეს დასახლება და იმიტომ დაერქვა ოცნების ქალაქი, რომ ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ეს რაღაცა ერთგვარი თან იმედის გამომხატველი და თან ირონიული სახელი იყო, ხო, ოცნების ქალაქი, ამიტომ დაარქვეს ამ ადამიანებმა ამ დასახლებას.
და თითოეული ბლოკი, თითოეული ფიცარი, რომლითაც ეს სახლები არის წლების განმავლობაში აშენებული, დგას უმძიმეს შრომაზე, რაც დაიწყო საუბარი. ეს არის საზღვარზე გადასვლა სეზონურად, ჩაის კრეფა თურქეთში, პლანტაციებში, თხილის კრეფა, ზოგჯერ ყოველდღიური მიგრაცია. წლების განმავლობაში აქ მაცხოვრებელი ქალები თავს ირჩენდნენ სიგარეტის კოლოფის გადატანით საზღვარზე და ამაში 10-15 ლარის მიღებით და მათ ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც მე მუშაობდი აჭარაში, მათ უღირდათ ამის გაკეთება, თუმცა დღეს ათვარად ვეღარ გააკეთებთ ბორშს, რასაც ისინი ამბობდნენ ხოლმე, რომ აი ათვარად ბორშის გაკეთება მაინც შესაძლებელია, ხო? ანუ ესეთი წარმოუდგენელი შრომის პირობებიც კი წაერთვა ბევრ ადამიანს, ამის თქმა მინდა. ანუ ეს სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, არავის ეგონოს, რომ საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდება, ან სიღარიბეს რამე ეშვება, არავის ეგონოს. და თუ სიღარიბე აქამდე არ იყო პირდაპირ დასჯადი, ყოველთვის ესეა, ამას ისტორია აჩვენებს, რომ როდესაც შენ აი ამ სოციალურ უკმაყოფილებას, სოციალურ მოთხოვნას ვერ პასუხობ და მთელი ქვეყანა ყავს გაღარიბებული, გავალიანებული და ატოვებინებ ქვეყანას ემიგრაციაში უშვებ, ხო, მე შენ აუცილებლად გჭირდება, რომ ავტორიტარიზმი დაამყარო იქ. ეს არის ისტორიული კანონზომიერება. და ასევე არავის ეგონოს, რომ რაღაცნაირად აი ამ ბოლო თვეებში, რასაც ვისმენთ, ხო? რომ თითქოს რაღაცა სუვერენულობას უკავშირდება ეს ქმედებები ამათი. არავის ეგონოს, რომ ეს რაიმე ტიპის ეკონომიკურ სუვერენულობას ან ეროვნული ეკონომიკის შექმნას ნიშნავს პირიქით და არ ვიცი, ხშირად რაღაცა ხდება ხოლმე და აი გუშინაც შემხვდა, რომ ვიღაცები წერენ ხოლმე, რომ აი ნეოლიბერალური პარადიგმიდან ოცნება გამოდიშო, თუ ნეოლიბერალიზმი მთავრდება. ნეოლიბერალიზმი ძალას იკრებს ახლა როგორც არასდროს საქართველოში. ჩვენ გქონდა ამ ძარცვის პოლიტიკის, აი ამ ნეოლიბერალური, აგრესიული, ანტისოციალური პოლიტიკის ტალღები საქართველოში, მაგრამ ის ახლა იკრებს ძალას როგორც არასდროს. ჩვენ უბრალოდ არ ვიყურებთ, ხო? არ ვაქცევთ ყურადღებას, არც მედიიდან გვესმის, არც საიდან არ გვესმის. ისევ რაღაცა ონლაინ მედიებიდან და ესეთი პატარა აქტივისტური ჯგუფებიდან თუ გვესმის ხოლმე იმ გეგმების შესახებ, რაც ამათ აქვთ. მომავალი 4 წელი თუნდაც სულ მცირე, რომ ვითიაპირებენ ამ ეკონომიკის განვითარებას, ხო? შევხედოთ, ჩავიხედოთ ამ გეგმებში და ვნახავთ, რომ ახლა იკრებს ძალას ეს ძარცვის პოლიტიკა. და როგორი იქნება მათი დაგეგმილი ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა, თუნდაც რომელიც შემდეგ ადამიანებს იმისკენ უბიძგებს, რომ დატოვონ თავიანთი მიწა, წყალი, მთა და წავიდნენ უსახლკაროდ დასახლდნენ ქალაქთან ახლოს, იმიტომ რომ საზღვართან ახლოს იყვნენ, იქ გადავიდნენ. მე შემხედრია ოჯახები ოცნების დასახლებაში, რომელიც იმიტომ ჩამოვიდა, არ ვიცი, მაღალმთიანი აჭარიდან და იმიტომ დასახლდა ბათუმთან ახლოს, რომ თურქეთში იაფია ის წამალი, რომელიც მის შვილს სჭირდება და იქ უნდა იაროს, რომ გადმოიტანოს, იმიტომ რომ ეს წამალი მუდმივად სჭირდება. აქ არიან ოჯახები შშმ პირებით, არიან ოჯახები აუტისტური სპექტრის ბავშვებით, აქ არიან ოჯახები, რომლებიც არ ვიცი, ომის ვეტერანები მათ შორის, ხო? ანუ იმის თქვა მინდა, რომ რა მოიყვანა, რა უბიძგებს ამ ადამიანებს, რა მოყავს, რას მოყავს ეს ადამიანები ასეთ უსახლკაროთა დასახლებებში და რამდენია ეს დასახლებები, ეს ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ. და სამწუხაროდ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედია, ხო, ონლაინ მედია ძალას არ იშურებდა აი ამ პრობლემებზე საუბრობთ, მათ შორის აჭარაში, ხო, მათ შორის ბათუმელებს 1000-ობით სტატია აქვს. ოცნების ქალაქზე 1000-ობით სტატია აქვს მიგრანტ ქალებზე, რომლებიც აი ამ ყოველდღიურ ესეთ მძიმე შრომაში იყვნენ, საზღვარს კვეთდნენ და რომ არ ყოფილიყო ბათუმელები, მეც არ მეცოდინებოდა, ხო, ეს ისტორიები, მეც არ მომეცემოდა შესაძლებლობა მათ შორის, რომ ოცნების ქალაქში ადამიანებს შევხვედროდი და საზღვარსპირა მიგრაცია მეკვლია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს რაღაცა მცირე ჯგუფები, ონლაინ მედიები ამ საკითხებზე მუშაობენ, ვერ გახდა ეს საკითხები მთავარი წუხილი ჩვენი პროტესტის, მთავარი საზრუნავი ჩვენი წინააღმდეგობის. და ჩვენ გვიწევს აი ამ მძიმე დროს, რომ დავიწყოთ რაღაცა თითქოს თავიდან ვისწავლოთ სიარული. ეხლა მოუყვეთ ყველაფერი ერთმანეთს ამ ყველაფრის შესახებ, როდესაც უკვე
არ ვიცი 20 წელია ჩვენ მინიმუმ რაც ვიყვებით აი ამ ტიპის ძარცვის პოლიტიკაში და 12 წელია რაც ეს ხელისუფლება აკეთებს ამას და კიდე ახალ სიმაღლებამდე აყავს ხო ეს ყველაფერი და არ ვიცი ძალიან არ მინდა უბრალოდ რომ ვისაუბრო სიკვდილზე იმიტომ რომ მე ტრაგედიასაც რომ ამბობ სიტყვა ტრაგედიას მგონია რომ ესეც რაღაცა უბედური შემთხვევას გავს იმიტომ რომ ეს არ არის ტრაგედია ჩვენი ყოველდღიურობა ჩვენ ვეჩვევით ამას ჩვენ მორალურად განადგურებს ეს ვეჩვევით რომ ჩვენ ამ ტრაგედიებს ვეჩვევით და კი შეიძლება დღეს გვიმძიმს ამაზე საუბარი მაგრამ ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა ეს ხო ძალიან ბევრჯერ მომხდარა და არ ვიცი ერთი გავა 2 კვირა და შემდეგ კიდე რა თქმა უნდა გადავერთვებით სხვა რაღაცებზე წინააღმდეგობაში იმიტომ რომ უამრავი რამეა საფუძველი მაგრამ ისევ მოხდება რაღაც და მე ისევ გული გაგვისკდება და ისევ თავიდან ვილაპარაკებთ ამაზე და უბრალოდ არ მინდა რომ დავასრულო იმის გარეშე რაც მინდა და მეთქვა რომ ბევრი ადამიანი რომელიც მათ შორის მე გუშინ ნახე აი ამ ლაივში რომელსაც აშუქებდა ადგილობრივი ონლაინ მედია და მათ ხელს უშლიდნენ ხო ბევრი ადამიანი შემხედრია ოცნების ქალაქში მისაუბრია მათთან ესენი არიან ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის რომ ბინები ქონოდათ და აუცილებლად უნდა ითქვას რომ ეს თავისთავად არ მომხდარა ხო ეს ამ ადამიანებმა თუნდაც ის დაპირება ხო რაც მათ მისცეს და ეს მშენებლობა რაც ერთი კვირის წინ საზეიმოდ გახსნეს ესეც თავისთავად კი არ მომხდარა ეს უდიდესი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს 2012 წელს აქ ადამიანები რომ დასახლდნენ ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ შეგვიშალეს ხელი აქ დასახლებაში რომ ხელისუფლება იცვლებოდა იმ მომენტში და უბრალოდ არ ეცალათ ჩვენთვის მაგრამ 2013-14 წლებში მათ აყრას უპირებდნენ და ამ ადამიანებმა ხო დაუნგრიეს სახლები და აქციებით და უდიდესი ერთმანეთის გატანით და არ ვიცი რის ხარჯზე მოახერხეს რომ აქამდე მოდიოდნენ და უამრავი მათგანი მეუბნებოდა რომ აი ჩვენ რაღაცნაირად ამ არჩევნები რომ მოდის ხოლმე და აი ჩვენ აყრას თუ არ ვიცი გამოსახლებას თუ ამ ტერიტორიის გაწმენას გადაიფიქრებენ ხოლმე აი ეს გვშვენის და მე ჩვენ ისევ ვიბრძვით და მე ისევ არჩევნები მოვა და აი ამით რაღაცნაირად მე არ აწყობთ ეს სცენა მაგრამ ეხლა ესეთი სიტუაცია უკვე რომ ჩვენ მალე შეიძლება საერთოდ ვიღაც კი გავიგოთ ხოლმე ასეთი ფაქტების შესახებ და არ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი შეიძლება იმაზე თუ როგორ მოახერხა ამ რაღაცა ამ ადამიანების ერთად ყოფნამ როგორ მოახერხა არ ვიცი თუნდაც ელექტროენერგიის კომუნიკაციების თავისით გაყვანა ხო მათ წლების განმავლობაში არ ქონიათ არავითარი არ ვიცი აი თუნდაც ბავშვები რითი დადიოდნენ სკოლაში აი ამ დასახლებიდან ხო არავითარი ტრანსპორტი არავითარი მუნიციპალური ხელშეწყობა გადამწვარი იყო სახლები აი ამ ელექტროგაყვანილობისგან და უამრავი ესეთი საშინელება ხო ჩვენ გუშინ გავიგეთ ბავშვების დაღუპვის ამბავი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპულა ოცნების ქალაქში, რომლის ამბავს ჩვენამდე არც მოუღწევია და თუ რაღაცა ესეთი ხდება, რომ უბრალოდ ვიღაც სადღაც ჩავარ და შეიძლება ამ დროს გავიგოთ, მაგრამ ვის უზიანდება ჯანმრთელობა მძიმე შრომისგან და ვინ დაღუპულა იმისგან, რომ დაავადმყოფდა. ამის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია არ მოსულა და ესეთი უამრავი მაგალითია. ერთი ისტორია იყო მაგალითად, როდესაც 19 წლის გოგონა დაიღუპა, იმიტომ რომ სწავლის ფულის შესაგროვებლად წავიდა სადღაც კარტოფილის ამოსაღებად ოცნების ქალაქიდან და სიცხეში ამ კარტოფილის ამოღებისგან თრომბი დაემართა. და ასეთი უამრავი ისტორია, ეს უბრალოდ ჩვენამდე არ მოდის. და ჩვენც რაღაცნაირად ჩვენ თავს ეს კიდევ ერთხელ ძალიან კრიტიკულად და ძალიან მწვავედ უნდა დავუსვათ ეს კითხვა, რა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და როგორ უნდა გადავრჩეთ მორალურად ასეთ ტიპის სახელმწიფოში, სადაც ყველაზე სუსტი და ყველაზე უმწეო იწირება ყოველდღე და ჩვენ ყველანი ვართ პოტენციურად ეს ხალხი. არ გავაგრძელებ ალექს დაუთმობ სიტყვას და უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მე პირადად მაგალითად როგორც უკვე თქვი, ამ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, იმიტომ რომ თავის დროზე მზია მაღლობელმა
გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო საზღვრისპირა მიგრაციის და ოცნების ქალაქის კვლევა. და მზიას უდიდესი ძალისხმევა არის იმაში, რომ საერთოდ ეს ისტორიები ჩვენ ვიცით. და მზიას მიერ არ ვიცი, ჯერ სტიკერის გაკვრა და შემდეგ იმ სამართლობისთვის ცილის გაწვნა, რასთანაც შეხება მას მოუწია, სწორედ იმის მიმართ არის ცილის გაწვნა, რომ ჩვენ აი ამ სოციალური უსამართლობის გაშუქების და ამ სოციალურ უსამართლობაზე ლაპარაკსაც ვიკრძალავენ. და უნდა გავაცნობიეროთ ეს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ხალხს სხვა გზა არ აქვს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ ესეთი ერთმანეთის დახმარებით და ერთად ორგანიზებით შეგვიძლია, რომ აი ამ მძიმე რეალობას და მძიმე მომავალს დაუპირისპირდეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან ვისამძიმრებ თითოეულ ოცნების ქალაქის მაცხოვრებელს ამ ტრაგედიას და სოლიდარობა ყველას, მათ შორის მზიას პირადად, რომელიც დაუღალავად მუშაობდა იმისთვის, რომ თუნდაც მე ამ საკითხებზე ამდენი ინფორმაცია მქონოდა, რომ თქვენთვის მომეყოლა. უსამძიმრებ ოცნების ქალაქის ყველა მაცხოვრებელს და მთელ საქართველოს უსამძიმრებ, იმიტომ რომ დღეს ბევრი ჩვენგანია ჭირის უფალი. და მძიმეა რთულია დღეს ლაპარაკი, მაგრამ მეორე მხრივ თუ არ ვილაპარაკეთ, თუ არ დავშვით კითხვები, რეალურად გამოდის, რომ ავტომატურად ვტოვებთ ბავშვებს საფრთხის წინაშე. და ეს საფრთხე არის ყველგან, არის საფრთხეა სახლში, საფრთხეა გარეთ ქუჩაში, სკოლაში, პარკში, სასიკვდილო საფრთხეა. და ხელისუფლებას ამ საფრთხის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია და მეტიც ეს საფრთხე ხშირად მოდის მათგან. რომ თითქოს აი ამ ხელისუფლებამ ერთმანეთში გააერთიანა ყველა წინა ხელისუფლების დანაშაული და მანკიერება გააერთიანა, გააძლიერა და რეალურად ჩვენ როგორღაც თუ არ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი და გავჩერდით და გავჩუმდით და დავდუმდით და არ ვიპოვეთ სამოქმედო გზა, ეს თავის არ გაჩერდება. მინდა თქვა, რომ რატო არის ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა რა პირობებში ცხოვრობდა ეს ხალხი. ანუ თუ არ იცოდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ პასუხისმგებლობას, მაგრამ იცოდა, ხო? პრემიერი იყო ჩასული, დეპუტატები, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თავისი ქვეშემდგომებით. ძალიან კარგად იცოდნენ, ის თხრილის თავის თვალით ნახეს, ის ქუჩებიც და ყოველწლიურად ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები აქციებს მართავდნენ, რომ სანამ მშენებლობას დაიწყებთ, იქნებ გზა გააკეთოთ, იმიტომ რომ სასწრაფო ვერ მოდის. ბავშვების სკოლაში ამ გრძელ გზას ამ ტალახში ვერ გადიან, იქნებ გარე განათება მაინც გააკეთოთ, მაგრამ ეს არ გაკეთებულა. ანუ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ოცნების ქალაქში ცხოვრობს 800 ბავშვი დაახლოებით, ხო? 2000 ბავშვი 2000 ბავშვი ცხოვრობს და ანუ რა შეიძლება ქონდეს ამაზე დიდი პრიორიტეტი ხელისუფლებას, რომ ამ ბავშვებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. რა უნდა ქონდეს ამაზე სხვა საქმე რა აქვს მას. მაგრამ არა, ანუ არაფერი არ გააკეთეს. ანუ ხო უნდა ვიკითხოთ, რატო სანამ მშენებლობა მოდიოდა, რატო ვერ მოხერხდა ამ ადამიანების თუნდაც დროებით ბინით დაკმაყოფილება, რომ მათ აი სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ ეცხოვრათ. აი რატო? 2020 წელს ბათუმი გახდა ბავშვზე
მორგებული ქალაქის სტატუსი მიიღო. და შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც არის ფურცელზე ძალიან კარგად ესე გამართულად წერია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თითოეულ ბავშვს და ახალგაზრდას ეპყრობა პატივისცემით და სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვის აზრი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლება ითვალისწინებს ბავშვის საჭიროებებს, პრიორიტეტებს, ადგილობრივი პოლიტიკის იმ დოკუმენტების და პროგრამების დაგეგმვისას, რომელიც ეხება ბავშვს. ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ცდომა ხარისხიან სოციალურ სერვისებზე. ყველა ბავშვი და ახალგაზრდა ცხოვრობს უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში. ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ოჯახურ გარემოში დაისვენოს და განვითარდეს ასაკის შესაბამისად. და ამ სტრატეგიის ზოგადი მიზანია, რომ ბავშვები არიან დაცულები ექსპლუატაციის, ძალადობისა და ჩაგვრიცგან და იზრდებიან ჯანმრთელები და მზრუნველ გარემოში. აქვთ ცდომა საბაზისო სერვისებზე. იღებენ ინკლუზიურ მონაწილეობით და ხარისხიან განათლებას და იძენენ შესაბამის უნარებს. გამოხატავენ საკუთარ აზრს და ახდენენ გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ ეხებათ. მონაწილეობენ საოჯახო, სათემო, საზოგადოებრივ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში და ცხოვრობენ სუფთა, დაუფინცურებელ და უსაფრთხო გარემოში. აქვთ ცდომა მწვანე სივრცეებზე. აქვთ უსაფრთხო და ასაკის შესაბამისი გარემო თამაშისა და დასვენებისთვის და მეგობრებთან შესახვედრად. აქვთ თანაბარი შანსი განვითარების, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, შემოსავლისა, სქესისა და ფიზიკური შესაძლებლობისა. აი ეს არის ფურცელზე ძალიან ლამაზად, მაგრამ ამ ყველაფერს საერთო არ აქვს რეალობასთან. საერთო კი არა, საპირისპირო რეალობაა. საპირისპირო რეალობა და ის რესურსი, რომელიც თქვათ ამ რეალობის გამოსასწორებლად უნდა მიდიოდეს, იხარჯება რეპრესიებში. ფინანსური რესურსი იხარჯება კორუფციაში. მაგალითად, ვისაც ეს ოცნების ქალაქის მშენებლობა ევალება, აქვს ზუსტად ვერ შეიძლება ვცდები, მაგრამ დაახლოებით 300 მილიონიდან 500 მილიონამდე ხელშეკრულება სახელმწიფოსგან მოგებული და აღებული. და შემდეგ იტყვიან, რომ თურმე ამ ტრაგედიას პოლიტიკური ნიშნით ვიყენებთ და ამაზე საუბარი, კითხვების დასმა არის რაღაცაი პოლიტიკური მიზანი. პოლიტიკური მიზანი რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზანია. იმიტომ რომ თუ თქვათ ეს კითხვები და ეს ხო დანაშაულია რეალურად. ანუ აშკარა დანაშაულია, რომელზეც უბრალოდ როგორ უნდა დავხუჭოთ თვალი აი სანდრამ რო თქვა, რომ აი როგორ უნდა ვნახოთ გზა, რომ მორალურად გადავჭით, აი გადავჭით კი საერთოდ მორალურად, გადარჩენილები ვართ მორალურად იმ ყველაფრის მერე, რაც ხდება ქვეყანაში. აჭარაში, ზოგადად საქართველოში, ანუ ტყვის დასაშვები ნორმა არაფერზე აღემატება რაღაც 42% საქართველოში და აჭარაში ეს ბავშვებში არის 85%. ანუ ეს იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას და გახსენდებათ, რომ ამაზე ელაპარაკათ, ანუ ამაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში რა შეიძლება იყოს და საერთოდ თითქოს არც არსებობდეს ეს პრობლემა. და ამ დროს რას აკეთებენ, ანუ ჩადიან და ისეთი პირდაპირ შესყიდვის წესით რაღაც 200,000 იხდიან ღონისძიებაში. და ეს ყველაფერი არის რაზე პასუხი ხო? ზამիր კოკოსკირის ამბავზე პასუხი, რომ თურმე ოცნება აი როგორი სოციალური ხელისუფლებაა. 200,000 ხარჯავს 209,000 ამ ფულით. ანუ ამის 1%-ითაც კი შეიძლებოდა სამშენებლო ღობის გაკეთება და უსაფრთხოების წესების დაცვა. არ ვამბობ კიდე რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით, ხო? მაგრამ რას აკეთებენ? ანუ წარმოვიდგინეთ პირველი, რასაც აკეთებ, როცა გესმის ბავშვების დაყუპვის ამბავი, რაღაც საკუთარ პარტიის მომხრეებს უკეთებ მობილიზებას, გარბიხარ
ადგილზე ჟურნალისტებს უშლი ხელს მუშაობაში და ცდილობ რომ ადგილობრივებმა რაიმე ცუდი არ თქვონ შესახებ. იქნებ როგორმე აირიდო პასუხისმგებლობა, როგორმე მიჩქმალო ეს ამბავი. როგორმე ისევ რაღაც დავიწყებაში გადავიდეს ეს ყველაფერი და აი გაგრძელდეს ჩვეულებრივად ცხოვრება. მე რა რო ეს მოხდა, აი მე რა. მე არ ვიცი უბრალოდ შანსსაც არ გვიტოვებენ საზოგადოებას, რომ აი ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს. ანუ საზოგადოებამ როგორ უნდა შეძლოს თანაგზნობის გარეშე ცხოვრება და არსებობა, ეს ხო წარმოუდგენელია. ანუ არ ვიცი რას ვაკეთებ ხვალ, ანუ როგორ პოულობ გზას, რომ ეს აღარ განმეორდეს, რომ ამ საფრთხისგან დაცულები იყვნენ ბავშვები. მაგრამ არ ვიცი რომ ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გამოგვლიჯოთ ამ საფრთხეს ბავშვები და თბილისიც, ბათუმის, ყველა სხვა ქალაქი მართლა და მთელი ქვეყანა ოდესმე გახდეს ბავშვზე მორგებული ქვეყანა. ეხლა პირიქით არის ეს ბავშვზე მორგებული ქვეყანა არ არის ეს პირიქით. დღე არ გადის მართლა და კვირა რომ რაღაც საშინელი ამბავი არ გავიგოთ. და აი ასე ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ჭირისუფლობიდან ჭირისუფლამდე ვარსებობთ და ასე გადის ჩვენი დღე. თან რთულია მართლა ლაპარაკი ცოტა დავასრულოთ თან ხوار და ეს გამიგება. რაღაცა წაკითხავთ მინდოდა და ესე იგი ამოვიწერე რა თქვა თორნიკე რიშვაძემ აი ამ გახსნაზე ერთი კვირის წინ აი ამ სამშენებლო კორპუსების ხო ანუ რა რო არ შემეშალოს მინდა რომ ზუსტად წავიკითხო. მან თქვა ესეთი რამ ეს ქოხები ძალიან მალე დარჩება წარსულში და იქნება სახე იმ ხელისუფლების რომელმაც თქვენ გაიწვიათ აქ მოსულიყავით. თქვენ არ გქონდათ საცხოვრებელი სახლი, არც ქირა და 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რეალობა გახდა, რომ თქვენი ოცნებები ახდენილიყო. ესე იგი, ამ ფრაზას ეუბნება ის, აი ამ 1700 ოჯახს, რომელიც 2012 წელს იქ იყო რამდენიმე ასეული ოჯახი მხოლოდ და კი, რა თქმა უნდა, ის რომ ზუსტად ბათუმის გვერდით გაჩნდა ეს ქალაქი შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ბათუმი იყო ამ რაღაცა ნეოლიბერალური ოცნების ხატი საქართველოში, ხო 2012 წლისთვის და ეხაც კიდე გააგრძელეს და კიდევ უფრო მაღალ სიმაღლებამდე აიყვანეს, ხო ეს რაღაცა ბრწყვილად სათამჯენების ქალაქი, რომელშიც არავითარი რეალური და ხარისხიანი სამუშაო ადგილი არ არის და ადამიანებს თურქეთში უწევთ გადასხვა სამუშაოდ. სწორედ აი ამ ბრწყვილად ქალაქის ძირში რო შეიქმნა ეს ქალაქი 2012 წელს ეს რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, მაგრამ 2012 წელს იქ მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახი იყო. დღეს ეხლა რომელი წელია? 2025 წელია. 2025 წლამდე იქ რამდენი ოჯახი მივიდა, რომელიც სწორედ აი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუბედურებული სხვადასხვა მიზეზით, ხო? გაუბედურებული ადამიანებისგან შედგება, ხო, ეს ოჯახები. და ამ პრობლემის და კიდევ უამრავი, როგორც თქვი, უკვე და აღარ გავიმეორებ, რომ პოტენციურად ყველა მომავალში ვართ სახკაროდ დარჩენის და არ ვიცი, რაღაცა ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლის თუ სხვა უბედურების მსხვერპლი. მე თქვენ დაგვიხაროს, მაგრამ ნუ პოლიტიკა ასეთია, სისტემა ასეთია. და ანუ გზავნილი ეს არის მათი, ხვდებით, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს, სადღაც არსებობდა 15 წლის წინ, ყველა და დღეს ისინი ამ პრობლემებს პასუხობენ. მაშინ, როდესაც ეს ქალაქი გაიზარდა სწორედ ბოლო 12 წელიწადში და კიდე გაიზრდებოდა, რო არ ჩაკეტილიყო, როგორც თქვით, ეს საზღვრები ხო ამ ტერიტორიის და იზრდება დღესაც ხო თბილისში უამრავი ასეთი დასახლება. არ ვიცი, უბრალოდ
უბრალოდ იმის თქვა მინდა ყველასთვის თქვენთვის, რომ შეიძლება ძალიან ეხლა ჩვენც რაღაც ისეთ რეჟიმში ვლაპარაკობთ ორივე, რომ ძალიან რაღაცა პესიმისტურად ვხატავთ, ხო, მომავალს და თითქოს რაღაცა გვაკლია ეს შემართება, იმიტომ რომ სადღაც სხვაგან, არ ვიცი, უამრავი ამის მაგალითია და სოციალური ბრძოლისთვის ისტორია ამას აჩვენებს, რომ აი ესეთი ვითომ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე სწორედ უდიდესი პროტესტების და წინააღმდეგობების მიზეზი და ერთი ადამიანის სიკვდილს საზოგადოებები აი ეს თითქოს უბედური შემთხვევის სიკვდილს არ პატიობენ ხოლმე ხელისუფლებას და უამრავი მაგალითი გვაქვს ამის, როდესაც არ ვიცი, გადავსებულია ქუჩები და მაგისტრალები ადამიანებით, რომლებიც უბრალოდ აი ესეთ შემთხვევას, რომ არათუ ადამიანის სიკვდილს ბევრად ძალიან უბრალო ყოფითი ცხოვრებების გაუარესებას არ პატიობენ ხელისუფლებას, ხო? ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აი ეს მუდმივად კვლავ წარმოებადი ტრაგედიებიც კი ვეღარ გვიბიძგებს ამისკენ და რაც ყველაზე უარესია, რომ გადავავსოთ ქუჩები და რაღაცა უფრო აქტიურად მოუწოდეთ ერთმანეთს და მართლა რაღაცა ჭირის გლოვის ტემბრიდან წინააღმდეგობის ტემბრმა ჩაანაცვლოს, ხო? მაგრამ იმდენად სისტემურია ეს და იმდენად ღრმად არის გამჯდარი ჩვენ ყოველდღიურობაში, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ამის გაკეთება და ალბათ არ ვიცი, თუ კი არსებობს უკიდურესი ძალისხმევა, რომელიც ერთმანეთის გამოფხიზლებისკენ უნდა მიმართოთ, მე ვთვლი, რომ ეს ძალისხმევა არის სწორედ იმაში, რომ ყველა დავარწმუნოთ ჩვენს გარშემო, რომ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა და აი ამ ძარცვის და გაუბედურების დასრულება და ამის არ პატიება არის ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს მორალურად. დიდი მადლობა.